პოლიტიკური პატიმარი არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური პოზიციის გამოზის ციხეში. შეიძლება ადამიანი უსამართლოდ იჯდეს ციხეში, მაგრამ ყველა ვინც უსამართლოდ იზის პოლიტიკური პატიმარი ვერ იქნება. ათასობით ადამიანი უსამართლოდ იზის ჩვენ ქვეყანაში ციხეში. მაგრამ ყველა ხო პოლიტიკური პატიმარი ვერ იქნება. და პოლიტიკური პატიმარი შეიძლება კონკრეტულ საქმეზე მართლა დამნაშავე იყოს, მაგრამ თუ ის სასჯელი, თუ ის პროცესი იმიტომ დაიწყო, რომ მას რაღაც პოლიტიკური პოზიცია ჰქონდა, მხოლოდ მაშინ ხდება პოლიტიკური პატიმარი. და რა პოზიცია ჰქონდა ღარიბაშვილს? პოლიტიკოსის კი არ იყო რაღაც გაგებით, იმიტომ რომ როგორც ასეთი თავისი დამოუკიდებელი ხედვები და პოლიტიკური პოზიციები არ გააჩნდა. ვერავინ ვერ იტყვის ამ ქვეყანაში, რომ ღარიბაშვილს რაღაცა ისეთი უნდოდა განსაკუთრებული, რომ რაღაც სფეროში ან მშენებლობაში ან მედიცინაში ან რამე პოზიცია ჰქონდა. ერთხელ რამეში არ დაეთანხმება ბიზნესმენს ან თავის პარტიას, რის გამოც ისჯებოდა. ამიტომ თვითონ აი რაღაცა უპატივცემლობა სიტყვების მიმართ, რომ ღარიბაშვილს პოლიტიკური პატიმარი დაუძახოთ. მეორე საკითხი არის სამართლიანობის თუ არა, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში სასამართლო არ გვაქვს, სადაც ერთი ადამიანი ამას აკონტროლებს, საერთოდ რა სამართლიანობაზე ვლაპარაკობთ და 10000 პატიმრიდან თუ ვიღაცაზე უნდა ვინერვიულო, ალბათ ღარიბაშვილი სულ ბოლოში იქნება ამ სიის და ამიტომ ადამიანურად ალბათ სუდია რომ ადამიანი უსამართლოდ ის ციხეში, იმიტომ რომ ეხლა გასაგებია რომ ეს რაღაც ხელოვნური ამბავია, იმიტომ რომ თუ დასჯაზე მიდა ბევრად მეტი ექნება გაფუჭებული ვიდრე რაღაც 700000-ის მოპარვა თუ რასაც ედავებიან. ღარიბაშვილი ამბობს სანდრო, რომ არავის ვებრძვი, მაგრამ ვიბრძვი, ხო? რამდენჯერმე გაიმეორა, თან რაღაც განსტარჩებოდა მისი წერილებით, რომ აი ბიძინა ივანიშვილს არ უპირისპირდება, პირდაპირ თქო მე ისევ იგივე ირაკლი ღარიბაშვილი ვარ, ვინც აქამდე ვიყავი, ვის უპირისპირდება მაშინ? აი ვისგან იცავს? აი ხშირად უსვამს ხას, რომ ოჯახის გადასარჩენად და ოჯახ, აი ვისგან მაშინ? აი რას ეუბნება? მოდი აი ბიძინას რას ეუბნება ღარიბაშვილი ამ წერილებით? თუ დააკვირდით ეს მაგით თქვენ ეთერში ნათქვამი მაქვს თვითონ ის კონსტრუქცია რომელიც ბიზნესშვილ ააწყო სადაც იყო თვითონ მე კობახიძე მე მდინარაძე ძალიან არაბუნებრივი იყო ზოგადად თელი სისტემა ისე იყო აწყობილი ისტორიულად რომ ყველა ერთმანეთს ჭამს ყველა ერთმანეთს ებრძვის და უბრალოდ ბოლო არბიტრი არის ბიზნესმენში რომელიც ამ ყველაფერს ალაგებს და ამიტომ ყველა ჩამოკიდებულია მის კეთილნებაზე ასე იყო მოწყობილი აი ეს კობახიძის პერიოდი იყო უცნაური თუმცა ეხაც მდინარაძის ჩამოშორების შემდეგ ისევ დაალაგდა იმიტომ რომ სხვა ხალხი ერთმანეთს ჭამენ ებრძვიან და ასე შემდეგ და ერთ-ერთი ადამიანი რომელიც ამას ყველაფერს საბოლოო ჯამში ამ სტაბილურობას ინარჩუნებს ამ სისტემის და გასაგებია რომ თუ ასე შეხედავთ ღარიბაშვილი რავი კობახიძეს ებრძვის უმეტესად კობახიძეს ებრძვიან ხოლმე თუ დააკვირდებით გახარიას უფრო კობახიძეს ებრძვის ვიდრე ივანიშვილს სალმზრაბიშვილის უფრო კობახიძეთ იყო უკმაყოფილო ვიდრე ბიძინაიშვილი ეს ჩვეულებრივი ამბავია ანუ შიდა რაღაც გარჩევებია ვიღაცა მოიგო ამ ბრძოლაში ამ კარის თამაშებში ასე ვთქვათ და ნუ რა ხო იმაზეა გაბრაზებული თორე რომ თვითონ მოიგო და კობახიძე ჩაესვა ციხეში ალბათ სხვანაირად დამოკიდებულება ექნებოდა ყველაფერზე. ამიტომ ვინაიდან ზუსტი ივანიშვილი წყვეტს ვინ იგებს თუნდაც ორი ირაკლის დაპირისპირებაში? ხადია ამ ქვეყანაში ყველაფერს ისწყვეტს და სასამართლოს ის აკონტროლებს და შემდეგ ანუ დაუშვათ რომ დამოუკიდებლად ვინ გაწყვეტილებას იღებს და ეს რაღაც ისეთი შემოქმედება თუნდაც კობახიძის ან ღარიბაშვილის ან რაღაც ეტაპებზე მე უბრალოდ ამას ვერ დაუშვებ. მაგრამ მეორე საკითხია ჩვენ ხო არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, რა იყო ის რაზეც ივანიშვილმა თქვა ნებართვა მისცა ვიღაცის დაჭერის და ასე შემდეგ. რადგან ჩვენ ეს არ ვიცით, ამიტომ საბოლოო ჯამში რაღაც მარჩილობა ამაზე ზედმეტია, დროს კარგვა გამოდის, მაგრამ მეორე მხრივ არც ნერვიულობ, იმიტომ რომ რა ვიცი, რაც მეც გადაჭამე მით უკეთესი, ჩემი რამიდის. ანუ მე უფრო ის მაღელებს, რომ ასეთ სიტუაციაში, როცა ხან ერთ პრემიერს დაიჭერენ, ხან ვიღაცას გააგდებენ, ხან სუსი უფროსი ხდება ადამიანი და 4 თვეში მერე რაღაც გაუშვებენ და შემდეგ ამ სიტუაციაში რომ ოპოზიციურ ფლანგზე არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ეს გამოვიყენოთ. ისეთი რა თქვა ქმედებები არ არის რომ რაღაცნაირად თუ ოპონენტი სუსტდება თუ ხელისუფლება სუსტდება მოდი იქნება აქედან რამე უნდა გავაკეთოთ და ამიტომ ჯერჯერობით ქართულოსნებას ეს ყველაფერი გაზრდის თორემ ნორმალურ შემთხვევაში მეგონი ნორმალურ პოლიტიკურ გარემოში ძალიან დამაზიანებელი იქნებოდა ასეთი ქმედებები ნებისმიერ შემთხვევაში რა მიზეზიც უნდა იყოს ეს კი ბატონო, მოდი მდინარაძესაც გადავიდეთ, იყო ვერსია, რომ მდინარაძე სწორედ რაღაცნაირად თითქოს აი ამ ღარიბაშვილის წერილსაც შეეწირა, სადაც ღიად ახსენა, რომ მდინარაძის ხელით მოვიდა ჩემამდე წერილი, სადაც მთხოვდნენ კორუფციის ბრალის აღიარებას. თქვენ როგორ უყურებთ ზოგადად მდინარაძის კარიერულ ისტორიას არასრული 1 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ის სუსიდან, ესე ვთქვათ, გამოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა, რაღაცა ნელ-ნელა გაუშვა სახლში, თუ აი ღარიბაშვილის წერილი იყო უკვე კულმინაცია, როდესაც უთხრა რომ წადი. თან ეს შემოგვასაღეს ისე რომ თითქოს ბიძინაც და კობახიძეც ეხვეწებოდა მდინარაძის არ წახვიდეოდა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა. არა, ხო ეს ბოლო ნაწილი მართლა რაღაც უცნაურად გამოიყურება, მაგრამ დანარჩენზე მე მგონი პრობლემა შეექმნა მაშინ და სუსის უფროსი აღარ გახდა.
ანუ იმის შემდეგ მანამდე მოხდეს. მანდ უკვე გადაწყვეტილება. ნუ, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში სულ უფროსი ისეთი თანამდებობაა, რომ იქიდან რომ რაღაც რეგიონალური განვითარების რაღაც მინისტრი ხდები და შემდეგ ეს ყველაფერი გასაგებია. მაგრამ რა იყო მიზეზი, ხო ისევ არ ვიცით. ანუ ეს მართლა ჩვენი პოლიტიკისას უცნაური სიტუაცია, ადამიანი რაღაც რამდენიმე რაღაც სუსის უფროსი გახდა, რამდენიმე თვეში გენერალი გახდა, მერე რაღაც მინისტრი, მერე კიდე რაღაც მინისტრი, მერე კიდე რაღაც მინისტრი უნდა გამხდარიყო. ანუ ეს რაღაც აი ჩვენთვისაც ნამეტანია სიამოვნებაში, რომ შეხედეთ არც მახსენდება ასეთი ისტორია კიდევ ვის შემთხვევ. მაგრამ ეს უბრალოდ მიუთითებს იმას, რომ შიგნით არის დაალაგებული სიტუაცია, რაც არ უნდა იყოს მიზეზი. აი ასე ხო არ ექცევი შენიანს თუ ყველაფერი გიზე გაქვს. აი თუ გინდ დასჯა გინდოდეს, გინდ რამე პრობლემა იყოს, რაღაც აი მაღალი თანამდებობის პირო ყავს. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის წევრია შენ იერარქიაში. რაღაც მომენტში შეიძლება მესამე ადამიანი იყო ქვეყანაში და აი ასეთ რაღაცას რო აკეთებ, ეს ხო რაღაცაზე მეტყველებს. ანუ ეს ხო მინიმუმ მეტყველებს, რომ პრობლემა გაქვს. და ნუ აი ხა რაშია პრობლემა მე არ ვიცი, მაგრამ აუფეთქდა ივანიშვილს გუნდის შიგნით სიტუაცია თუ თვითონ რაღაცა ჰიგიენას ამყარებს და ცდილობს რომ მე არ მიყვარს ასეთი რაღაც. მე უამრავი ჭორი მაქვს მოსმენელი. რაღაცის უფრო მჯერა, რაღაცის ნაკლებად მჯერა, მაგრამ აი მარტო რაღაც ჭორი უნდა გავავრცელო. რომელზეც მე ვერ დავდებ თავს, რომ ეს მართალია. რაღაცების მე თქმა უნდა ბუნებრივად მჯერა, მაგრამ აი ესეთი ინფორმაცია რომ ეს მქონდეს რომ აი ეს შემიძლია უფლება ისე თქვაც გავაჟღერო, მე არ მაქვს. მე ზოგადად არც მომწონს ეს ჭორები ცელდება, იმიტომ რომ პრინციპულად ხო არაფერი არ იცვლება. ხო, მაგრამ აი დასკვნა რო გთხოვონ, აი რაღაცა როგორც პოლიტიკოს, რომ დასკვნა გავაკეთო. ხა 14 წელია ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში და აი რაღაცნაირად მისი ხელწერა ხო ცნობილია, იგივე ოპოზიციასთან მიმართებით იქნება საკუთარ გუნდთან მიმართებით თუ ასე შემდეგ, მაგრამ აი ბოლო 1 წელიწადში რაღაც ძალიან ესე ვთქვათ ბრუტალური აღმოჩნდა მათ შორის მისთვის თავის დროზე ძალიან სანდო ღარიბაშვილის წერილში და 20 წელია მე თქვენს გიცნობთ და გემსახურებით, ხო? და აი რა შეიცვალა, აი რა დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა ეს, იმიტომ რომ ეს არ არის აქვე დავაზუსტებ, ეს არ არის რაღაცა ოპოზიციის დამსახურებით ციხეში გაშვებული ჩინოვნიკები, ხო? ანუ მისი გადაწყვეტილებით თუ არ ვიცი, აზიანებს, აფუჭებს, აპატიმრებს. ხო, ნუ ზოგადად ეს ხო მიდრეკილია ნებისმიერ ასეთ სისტემა, რომ რაღაც სისტემაში გაყრილობა გაიზრდება, რომ ღალატის ალბათობა გაიზრდება და ამიტომ ის რომ ვიღაცა 20 წელი იყო ბიზნესმენთან ანიშნავს რომ მას არ გაუსწორდებიან ისე რაც მაგალითად ღარიბაშვილს გაუკეთეს. ეს ბევრ ქვეყანაში მოხდა რა და ზოგადად ასე ხდება, იმიტომ რომ შეიძლება ერთგული ხალხი დაგჭეს, მაგრამ ჭკვიანი ხალხი აღარ დაგჭება ბოლოში. ნუ ჭკვიანი ადამიანი, პროფესიონალი ადამიანი უბრალოდ ბუნებრივად ვერ იარსებებს ასეთ სისტემაში. და როცა შენ თლატყიანი არ ხარ, რაღაც მომენტში შეცდომას დაუშვებ. ეს შეიძლება იყოს საქმიანი შეცდომა, რაღაც გააფუჭო, შეიძლება პირადი რაღაც პრობლემა იყოს ივანიშვილთან ასე შემდეგ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ეს სულ მოხდებოდა, ანუ გარდაუვალია და ნუ ეხლა შეიძლება რაღაც უცნაურობა იყო კობახიზე, რომ ასეთი ძლიერი გახდა რაღაც მომენტში და ერთი ბიზნესის შემდეგ მეორე ადამიანი იყო, ეს იყო უცნაური, თორე ყველა სხვა შემთხვევაში ეხლა არის რამ კითხოს, ხოდაშიც ბევრი ვერსია მომისმენია ქართული ოცნების ესე ვთქვათ ყოფილი წევრების მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ კობახიძე თითქოს უფრო დამოუკიდებელი ფიგურა არის ბიძინასგან, რომელსაც ფარველები ყავს რუსეთისგან, აი რუსეთის ხელისუფლებისგან და რაღაცა მარტივი არ არის მოკლედ ესე ვთქვათ კობახიძე ივანიშვილისთვის სამართავად. აი უბრალოდ გამოვრიცხავ რომ რამე მნიშვნელოვანი გაწყვეტილება ქვეყანაში მიიღება ისე რომ ივანიშვილი საქმის კურსში არის. გამოვრიცხავ რომ კობახიძე ღარიბაშვილს ებრძვის და ციხეში უშვებს ან რაღაცნაირად ხდება ეს და ივანიშვილის თანხმობა მასზე არის. მე უბრალოდ ხა როგორ გითხრათ, ყველაფერი ვიციო ვერ ვიტყვი, მაგრამ მე რაც ვიცი ამ პოლიტიკაზე, ეს ხალხი რაც ნანახი მყავს და მოსმენილი მაქვს მაგაზე და შემდეგ, მე უბრალოდ არც კი ვუშვებას, რომ აი გამიგია ისტორიები, რომ კობახიძე შეიძლება ბიზნეს აუჯანყდეს და რაღაც, მე უბრალოდ მარტო მეცინება. უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება. ეს შეიძლება ესეთი ჭორები იმიტომაც იყოს საჭირო, რომ ყველა მთელი პასუხისმგებლობა ივანიშვილზე არ იყოს. შეიძლება მაგალითად ღარიბაშვილს დაჭერით, ჩვეულებრივად გუნდში იყოს ვიღაც უკან ყოფილიყო ხარდამჭერები, რამდენი ადამიანი იყო დღე-დღე ასე ვთქვათ ლოცულობდა ღარიბაშვილზე, იმიტომ რომ აი გმირი იყო და პატრიოტი და შემდეგ და ეხლა დაიჭერეს კაცით კორუფციონერად გამოაცხადეს და მოღალატე და რთულია გუნდში. რატომ შეიძლება თქვა რომ აი სტალინს უწერდნენ შეცდომა მოვიდა ბატონო სტალინო, ხო აი იგივე ამბავია რომ ხალხმა დაიჭეროს რომ ეს კობახიძეა დამნაშავე, ეს ვიღაცა ბინარაძეა დამნაშავე და თვითონ ბიზნესული არაფრაში არის. ამისთვის თუ გააკეთებენ რომ ეს ჭორი გაავრცელონ, თორე მე უბრალოდ გამოვრიცხავ შესაძლებლობას რომ ასეთი რაღაც ხდება და ივანიშვილი ამას ჩართული არის და ამის ნებართვა არის მიღებული, იმიტომ რომ ზოგადად მართლობის სისტემა აქვს ასეთი, სადაც ყველა ეს კონფლიქტი იქ მიდის.
ასე უჭირავს ადამიანს აი სისტემა და ხა დაუშვა რომ ეს პრემიერ-მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე ერთმანეთთან ჩხუბობენ და საქმის კურსი არის უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება ჩემი აზრით. როგორც მინიმუმ მეგონია ამით ბიზნესაშვილს ეხმარებიან რომ მისგან პასუხისმგებლობა მოაშორონ, თორემ რავი სხვა მიზეზი ასე ჭორების მე არ ვიცი. კი ბატონო, ღარიბაშვილს მინდა ისე მეუბრუნდა. სანდრო, როგორ ფიქრობ, ღარიბაშვილი რაღაცა თუ ესე უსამართლოდ და დაჩაგრულად, გადაგდებულად გამწირესო ამბობს, გრძნობს თავს, არ ვიცი, რით შეიძლება მაშინ თავს უშველოს? მე რატომ დავინერვიულო ღარიბაშვილს? სულ არ მაღელებს როგორ უშველის თავს და უშველის თუ არა საერთოდ. ანუ კარგი ჩემს არ გავუკეთებია და არც ქვეყნის არ გავუკეთებია. არც არა მისი გამოსვლას კი არ მომწონებია. აი ქართულ ოცნება შეიძლება ვიღაცა ვიპოვო. არის რაც გეკითხება, მას აქვს თუ არა შანსი რომ რაღაცა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ თუნდაც პროცესში წვლილი შეიტანოს. თუ ის ამის გამკეთებელი უბრალოდ გამორიცხული ამბავი. აი ჯესეთის რომ ნახოთ ბიზნესშვილის გუნდის ყოფილი წევრები რომელიც ოპოზიციაშია მაგათმა რა გააკეთეს და აი ღარიბაშვილი ალბათ ყველაზე დაბალი სტანდარტია საერთოდ ზოგადად რო შეხედოთ ანუ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით და ასე შემდეგ ერთ-ერთი რაც გამოსდიოდა ადამიანს კარგად ნაცების ლანძღვა იყო ნებისმიერ კითხვაზე რა ხდება ეროვნულ ბანკში ნაცებს ლანძღავდა ხო და ეს იყო მისი თავი დამსახურება და ბიზნესშვილის ქება ეს ორი უნარჩვევა ჰქონდა ადამიანს და ამ უნარჩვევების ადამიანი როგორ შეიძლება რამეს წარმოადგენდეს ოპოზიციურ ფლანგზე რომ თეორიულად წარმოიდგინოთ რომ მას სრული გაუჩნდეს მაგრამ მე არც კი ვუშვებ რომ ის ოპოზიციონერი ოპოზიციონერობას დაიწყებს ასე ვთქვათ მაგრამ თუ დაიწყებს სასაცილო იქნება ჩემი კი ბატონო. აი ოპოზიცია ვახსენეთ და მოდით ვისაუბროთ სანდრო ოპოზიციაზე. სხვათა შორის გუშინ ჩემი ეთერის სტუმარი იყო თენგო თევზაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენელი. რომელმაც ესეთი რაღაცა გითხრა ეთერში, რომ რაღაც ინფორმაციები არსებობსო, რომ გირჩი თანამშრომლობს ნაციონალურ მოძრაობასთან, რომ ჩავეძიე რომ რატომ თქვა რომ რაღაც მესიჯ ბოქსები არის ბოლო დროს თანხვედრაში, იქ სააკაშვილის და ზოგადად ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლების და თქვენი მესიჯ ბოქსები, საუბარია ზოგადად კოალიცია ცვლილებებზე, გილაურის ფაქტორი 40 მილიონი, რაღაც მოღალატეები, გაყიდულები და ასე შემდეგ. პრინციპში რასაც თქვენ უფრო ადრე იძახით, მაგრამ იგივე გზავნილები მოვისმინეთ ჩვენ სააკაშვილისგანაც, რა ხდება რაღაც დამთხევა თუ რამე ინფორმაცია მაქვს. საიდან 40 მილიონია თქვა თუ არა? ბატონო? საიდან 40 მილიონია თქვა თუ არა? ვინ? აი თევზაძე. ანუ არა, ხო, აი თან პრობლემა მასია. ზოგადად ჩვენ როგორ გითხრათ, ჩვენ სულ მიდრეკილი ვართ სხვა პარტიებთან თანამშრომლობაზე, მაგრამ იმით განსხვავდებით დანარჩენი პარტიებისგან, რომ ჩვენ ამას პატიოსთან და საჯაროდ ვაკეთებთ. აი ნაცმოძრაობასთან თანამშრომლობდით საგამოძიებო კომისიებზე პარლამენტში მაგალითად. ქართულ ოცნებასთან გენერალური კვოტები გავაუქმებთ, მაგრამ არც ერთხელ არ გქონია ფაქტი, რომ ვისთანაც ვითანამშრომლეთ ისე რომ ხალხმა არ იცოდა. იმიტომ რომ ჩვენ ეს სულ საჯაროდ ვაკეთებთ და ხალხთან ვარ პატიოსნები, რომ აი შეიძლება შეცდომა დაუშვათ, მაგრამ აი არ მოვატყუებთ და არ დავმალავთ. და ეს რამდენი წელი ასე უბრალოდ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქართულ ხალხს დაკვეთა აქვს აფერისტებზე და უმეტესად აფერისტებს ირჩევენ ხოლმე და მე უკვე რომ ეუბნები, რომ მე არ გატყუებ, კაც აფერისტი არ ვარ და სიმართლეს გეუბნები, ის გამადებულ დროში გიყურებს და აბა იქნებ მარცხნივ გაიხედე, შენ ამე ხო არ გააკეთეო და ასეთი დამოკიდებული და მესეც გასაგებია, იმიტომ რომ თუ აღიარებს, რომ ერთი პარტია მაინც იყო პატიოსნანი ადამიანების, მაშინ ის რომ მას პრობლემები აქვს ცხოვრებაში და ქვეყანაში რას პრობლემებია, მისი პასუხისმგებლობა გამოვიდა, რომ მან არ გააკეთა სწორი არჩევანი და ოღონდ ეს არ გამართლეს და იმაზე თანახმაა, რომ ეს ერთი პარტიას აფერისტების იყოს. ხო და საბოლოო ჯამში აი ეს ასე დაკვეთა რო არის პოლიტიკაში ძალიან ბევრი აფერისტია და იმის ნაცვლად რომ რამე სერიოზულად ილაპარაკონ, ელემენტარული კითხვა გასცე. რომ 40 მილიონი საიდან იშოვეს? წყარო საიდან იყო? უბრალოდ ვინ მისცა ეს ფული? აი მარტივ კითხვაზე. ჩვენ ქვეყანაში, სადაც 1000 ლარიც კი კონტროლირდება საბოლოო ჯამში და ნებისმიერმა პოლიტიკოსმა იცის, რომ ყველა ფული კონტროლირებადი ამ ქვეყანაში, აი პატარას და დიდის და ბიზნესმენს თავისი 1%-ის მისცემაც კი ეშინია პოლიტიკური პარტიებისთვის. აი ამ სიტუაციაში რამდენ ფულს შოულობ და ამაზე არ ლაპარაკობ და რაღაცეებს იგონებ, ეს უბრალოდ მეტყველებს ზოგადად ამ პარტიას. მაგრამ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს აი რა მოხდა როგორ ფიქრობ სააკაშვილთან დაკავშირებით რომ რაღაცა ღია ბრალდებები წავიდა და სოციალური ქსელებით მართლაც არ ვიცი ძალიან ისეთი მძაფრი დაპირისპირება იყო პირველ რიგში სწორად იქცევა ანუ სააკაშვილის სწორად იქცევა ზოგადად იმიტომ რომ რა ვიცი მეც ასე მოვიქცევოდი ოღონდ დაგვიანებით აკეთებს ამას ანუ ეს უნდა გაეკეთებინო მაშინ გვარამიამ ეს კამპანია დაიწყო 24 წლის არჩევნების წინ მისი პარტიის წევრები რო წუწუნებდნენ ჩვენთან რომ ისო აი ეს გვარამია ხმას გვართმევს და ჩვენ აქტივისტებს იყენებენ ჩვენ ხარდაჭერებთან დადიან ჩვენი ბაზები აქვთ და ხმას გვართმევენ და მიშამ ხმა უნდა ამოიღოს და ამ შემდეგ აი მაშინ უნდა გაეკეთებინა ეს მაგრამ მაშინ გააძარცვენა საკუთარი პარტია რა მოტივებიც არ უნდა ქონდა ფული დააკარგინა ადგილები დააკარგინა და ასე შემდეგ მაგრამ ზოგადად ჩემთვის მნიშვნელობა აქვს რატომ გააკეთა ეს მაგრამ ჯობია გვემიდრე არასდროს
და როცა რომელიღაც პოლიტიკური პარტია ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სწორ გაწყვეტილებას იღებს, ჩვენ სულ ვაკებდით ხოლმე, არც ქართული ოცნების შექება მომერიდება თუ რამე სწორს გააკეთებენ ამ ქვეყანაში. ამიტომ ამ შემთხვევაში სწორს იკაკეთებ. უბრალოდ პრობლემა ის რაშია, ბოლომდე სიმართლეს არ ვლაპარაკობს. ანუ აი როცა ამბობს რომ ჩვენი მესიჯბოქსებიო ემთხვევაო, აი მაგალითად არ ემთხვევა, იმიტომ რომ ემთხვევა მარტო იმ ნაწილში რომ გვარამიამ ბიზნეს ფულით ჩაატარა არჩევნები. ეს უკვე ყველა მაღიარ. ჩვენ არ მოგვიგონია ზოგადად საერთოდ ლელოს ლიდერმა დათვალა ასე თქვა ეს ყველაფერი და აქედან წამოვიდა ეს ისტორია და მე უკვე ჩვენ გავიტანეთ ეს საჯარო სივრცეში. და ასე შემდეგ და შემდეგ მაგრამ ყველა თანხდება ამ ამბობს. მაგრამ რასაც მიხეილ სააკაშვილი არ ამბობს ბოლომდე, არის მისი ბრალეულობაში მდგომარეობს, იმიტომ რომ ამ ისტორიის ნაწილი არის ასევე ის, რომ მთელი ოპოზიციის რაღაც დიდი ნაწილი გავიდა ბოიკოტში. და ეს ბოიკოტი იყო შეცდომა და ეს იყო რაც ქართულ ოცნებს აწყობდა. ანუ მიხეილ სააკაშვილი ამას ვერ აღიარებს, იმიტომ რომ თვითონ არის შემოქმედი, თვითონ გამოურეცხა თავის სამორჩეულოს ტვინები და დააჯერა რომ თუნდაც ბოიკოტი რაღაც კარგს ნიშნავს. 2016 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი აქტივისტი იყო ამ ბოიკოტობანაში. და არც ერთ ევროპულ მეგობარს არ უთქვამს რომ ბოიკოტში გადით მანდატები დახიათ და არჩევნებში არ მიიღეთ მოწვევა. არც ერთ ამერიკელს არ უთქვამს. არასდროს არ ყოფილა ეს რომ ვინმეს რაღაცა ესეთი რამე გეგმა ქონოდა. ყოველთვის იყო ეს მათ შორის ნაციონალ მოძრაობის ეს თქვა აქტივიზმის შედეგი და ამორჩეულმა ასობით ათასმა ადამიანმა ამ ქვეყანაში დაიჯერა რომ ბოიკოტი თუმცა რაღაცას ნიშნავს. და რაშიც ცდება მიხეილ სააკაშვილი არის ის რომ აი ეს 24-ის არჩევნების შემდეგ რაც მოხდა ის სწორად მოიქცა გვარამია და მეორე რაშიც ცდება და რაც მე ძალიან მაინტერესებს რომ როდესაც თქვა მივა ამ ეტაპამდე თუ გახსოვთ თავიდან ამბობდა რომ გილაურიო და ბიზნეს ფულიო მაგრამ არ ამბობდა გვარამიას მე ნელა გვარამიაც გახდა ასე თქვა მოსყიდული მაგრამ აი გვარამიას თანაპარტიელები აი რო ხედავდნენ რომ ამდენ მილიონები რო იხარჯება უბრალოდ რო ხედავდნენ ისინი მოსყიდულებში უნდა გავიყვანოთ თუ სულელებში ხო და მე კი ვიცი ზოგადად ჩემთვის პასუხი მაგრამ აი ერთი მეორეს გამორიცხავს მაგამ ნუ აი მოსყიდულ რატომ და მოიხსნიდა სულელი დებით სულელი იმიტომაც არის სულელი რომ მას მოსყიდვა არ ჭირდება მაგრამ აი სანამ ისე გამოდის რომ ერთი მოსყიდულია მილიონებს ხარჯავს და მისი თანაპარტიელები არაფერში არიან ნუ აი როგორ გითხრათ ეს არ არის ბოლომდე ნათქვამი სიმართლე ამიტომ ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის პოზიციები არ ემთხვევა ერთმანეთს მაგრამ როცა თუნდაც ჩემი ოპონენტი რაღაც სწორს აკეთებს რომელიც ზოგადად ყოველს აგვადგება მე შევაქებ ამიტომ მიხეილ სააკაშვილი ამაში მართალია რაც ლაპარაკობს ანუ არ თანა მოდი გავარკვიოთ ეს ამბავი რამე ტიპის კომუნიკაცია თანამშრომლობა არ გაქვთ ან თუნდაც წერილებით მიშასთან ან რა არა თანამშრომლობა კომუნიკაცია ზოგადად სულ შეიძლება გქონდეს მაგრამ არ ვიცი кайხანი არაფერი არ გაგვიგია მიხეილ სააკაშვილისგან მაგრამ ზოგადად არანაირი პრობლემა არ მაქვს ეხაც რომ მაგალითად შეხვედრები იყო შესაძლებელი რა პრობლემაა რომ მიხეილ სააკაშვილს შეხვდები რა ბიზნესში სიამოვნებაში შეხვდებოდი ზოგადად რო იყოს მაგრამ პრობლემა არის რომ თანამშრომლობა რას ქვია იმას რომ რაღაცა შევთანხმდე და ივანიშვილს შეხვედრი ხართ ოდესმე ზოგადად ბევრ ადამიანს შეხვედრილა ივანიშვილზე მაქვს საუბარი ბიზნეს ივანიშვილს თუ შეხვედრი ხართ პირადად ნუ ნანახი ყავს რა გარემოში ნუ ამ შულობა აქვს ეს ყველაფერს არ მოგიყვებით მაგრამ ზოგადად კომუნიკაციას ხო რა სტატუსი ქონდა მაშინ ნუ ზოგადად ნანახი მყავს და ეხლა თქვენ გაინტერესებთ ეხება თუ არა რამე შეთანხმებას და ტელევიზორში არ გეკითხებით ხო არა ცოცხლად გასაგებია ანუ ეხლა ტელევიზორში ყოველას ყავს ნანახი ზემშვილი ხო და ამიტომ საბოლოო ჯამში თუ შეხვედრა რა შეხვედრა იყო ის მაინტერესებს რა შეხვედრა იყო ანუ რატო შეხვდით ივანიშვილს ეს არ იყო ის რაც პოლიტიკურ დატვირთვა ექნებოდა ბატონო პოლიტიკურ დატვირთვა რო ექნებოდა ისეთი ამიტომ დატვირთვა არ ექნებოდა პოლიტიკის გარეშე ხო და ამიტომ ხო და თუ საბოლოო ჯამში ხავადალიეთ თუ ზოგადად პოლიტიკაში ბევრი ადამიანი ივანიშვილს მარტივად არ ხვდებიან და ამიტომ გეკითხები რადგან არა ცხადი ასე ამიტომ პოლიტიკურად რამე რო იყოს მნიშვნელოვანი ამას აბსოლუტურად გეტყოდით მაგრამ საბოლოო ჯამში ანუ არაპოლიტიკურად შეხვდით ივან ზოგადად იყო სიტუაცია, სადაც დავინახე. გადაეკვეთეთ? ხო, კი ბატონო. კი ბატონო. მე რა გითხრა, ადამიანი ანახი მყავს მე ხარ მithos. ხო და ამიტომ ჩვენ თუ რა შევხვდებით და შევთანხმდებით, ანუ ბუნებრივია საჯარო იქნება. და თუ არ შევთანხმდებით, მაშინ რა ვიცი. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის სიამოვნებით დაველაპარაკებოდი მაგალითად, მაგრამ საფრთხო და არ შესაძლებელი. მათ შორის გვარამიაზე და მის პარტიაზე. კი ბატონო, გასაგებია. ზოგადად როგორ უყურებთ პერსპექტივას ოპოზიციურ ფლანგზე, აი გუშინაც საუბრობთ ის ჩემს სტუმრებთან ამასთან დაკავშირებით და იგივე მინდა თქვენს გითხოთ, რამდენად არის დღეს, როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია იმ ფორმაში, რომ არჩევნები რომ დაინიშნოს, არც ცუდი ან ძალიან ცუდი შეძლოს რაღაცა ამომრჩევლის მხარდაჭერით და უმრავლესობით მაინც გადატეხოს ესე ვთქვათ ქართული ოცნების საარჩევნო მაჩვენებელი.
ну ეს რთული კითხვაა, იმიტომ რომ ეხლა ამ სიტუაციაში და ამ ფორმით როცა ამბობ რომ რაღაც ერთმანეთს შესტიკინკლაობა და ქართულს ნოჩესტი ბარდაგია და შინაშილია გამოიყენო ეს ყველაფერი და მათ შორის თავარი ამბავია ღარიბაშვილის გადადგომა არ გადადგომა და სიტუაციაში როცა სიტყვის თავისუფლება იზღუდება დღემდე აჯარებებენ ხალხს გინების გამო განათლების რეფორმაში რაღაც ბარდაგია და ოპოზიციურ ფლანგზე რესურსი არ არსებობს როგორ ვთქვათ დაკონცენტრდეს ქართულ სისტემის წინააღმდეგ ну როგორ გითხრათ ძალიან რთულია დაუშვა რომ ოპოზიცია ამ სიტუაციაში მოიგებს როგორ უნდა მოხდეს რაც ხდება დღეს ქართულ ცნებაში ამის გამოყენება მე მგონი დისკუსია ძალიან მარტივი არის ასე ვთქვათ ამბავი ძალიან მარტივია ჩვენს მომასწავლებლად გამოსული ერთი არის რომ დისკუსია დაიწყოს აი აქ სტუდიაში რო იყოს ბევრჯერ მithქვამთ რომ ერთმანეთს ეკამათებოდნენ რა ვიცი 40 მილიონს ამბავი რომ გაგვერჩია აქ ერთხელ და სამუდამოდ მოსული იყო ყველაფერი ცხადია თქვენთვის რა არის გასარჩევი აღიარებას ითხოვთ არა როგორ გითხრათ აღიარებას ადამიანები თუ შეხედან და დისკუსია და მაგ მილიასთან რო იყო დებატები 40 მილიონზე მაშინ გაჩნდა რომ გასაგები გახდა ბევრისთვის რომ ეს მართლა სერიოზული ამბავია მაგრამ ეს თემა ხო ისე მიიფარცხლა რომ ვითომ არაფერი არ მოხდა რა ხალხს ხო დაავიწყდა მაგრამ ეს რო რაღაც მომენტში სანამ არ გაირჩევა რომ არ დამთავრდება რომ გაირჩევა მე დამთავრდება ეს ამბავი მე ხო გასაგები იქნება შეიძლება ვითამაშლო თუ არა იგივე არის მაგალითად აი ღარიბაშვილის საკითხი თუ კობახის საკითხი ხო შეიძლება ეს დავასრულოს ეს ამბავი მნიშვნელოვანია თუ არა და თუ მნიშვნელოვანია ვიღაცამ თუ რამე ისის თქვას და თუ არიცი და უბრალოდ უნდა ჭორები ვარჩიოთ ერთი კვირა ну რა ვიცი აი როგორც თქვენ თქვით მე რო შემიძლოს მივიდეს და ვკითხო ბიზნესმენს რომ რა ხდებაო ვკითხავდი სიამოვნებით მაგრამ არ შემიძლია და ვერ ვკითხავ ხო და ვინც შეუძლია და თუ იტყვის ამბრონ ვეღარ გადაეკვეთეთ აი თუ გადავეკვეთები სიამოვნებით ვკითხავ მე ზოგადად არ მაქვს რამე პრობლემა მათ შორის მაგრამ აი როგორი პრობლემაა იცით ანუ ჭორებით არ შეიძლება მოუგო ბიზნესმენს ვერ მოუგებ რაღაც იმით რა ქვია უაზრო დისკუსიებით მაგრამ თუ ხალხს შესთავაზე რაღაც უკეთესი ქვეყანა შესთავაზე რაღაც იდეა რომელიც ღირებულია დაარწმუნე ადამიანს რომ შენ ეს იდეა გესმის შენ რაღაცნაირ დისკუსიებში მოუგე სხვას ოპონენტს სხვა იდეაზე უკეთესია და საბოლოო ჯამში არჩიე ჩვენ შორის საუკეთესო ადამიანი საუკეთესო პოლიტიკოსი და ერთმანეთში სულ ბრალდებებში კი არ გაატარე მე რაღაც მოღალატეების ზახილში არა მე ერთხელ დამსამუდად გაარჩიე საკითხი და თუ დაამტკიცე და მოიშორე და გააგდე პოლიტიკური ველიდან იმიტომ თუ ის მოღალატეა და თუ ის 40 მილიონი ბიზნესმენის ფული იყო ესე იგი უნდა დაამთავრო ეს ამბავი ხო და თუ ის რა ქვია არ არის მოღალატე მაშინ გააგზავნო თანამშრომლობა მაშინ თვითონ თანამშრომლობის საკითხიც რა ვიცი მიხეილ სააკაშვილთან არც კი იქნებოდა რაღაც პრობლემა რა პრობლემა იქნებოდა რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ ჩვენ ხო გვინდოდა ოდესღაც უბრალოდ ხელი ჩავიქნიეთ თორე რა ვიცი პარლამენტშიც და 20 არჩევნების წინას თანამშრომლობდით, ну ვცდილობდით, ხო? ანუ თვითონ თანამშრომლობის პრობლემა არის. პრობლემა არის რაზე თანამშრომლობ და როგორ თანამშრომლობ. ხო და აი ეს ღიაობა აკლია საბოლოო ჯამში. თუ ეს ღიაობა იქნება, მე მგონი გამოჩნდება შანსი, იმიტომ რომ მე კი ზუსტად ვიცი რა უნდა გავაკეთო, მაგრამ შეიძლება ვცდები. ანუ ჩემი პარტიის წარმოდგენა სამყაროზე რა გვჭირდება შეთავაზოთ ადამიანებს. შეიძლება ვცდარია, მაგრამ მე რო სხვებს დავამარცხებ დებატებში აი მაშინ ნამდვილად ჩემი სიტყვა უფრო წონიანი იქნება მე ყოველთვის მეთხანს მიიღებ არჩევნებზე და თუ ვერ დავამარცხებ მაშინ ისხები მიიღებენ მაგრამ ჩემზე უკეთესი იდეა გაიმარჯვოს მაშინ აი პირისპირ უარიჯდეთ იმის გარეშე ვერ ამარცხებთ იმს აი იგივე სიტუაცია აქვს იმიტომ რომ მე შეიძლება თქვენ გედებატოთ მაგრამ თქვენ პოლიტიკური თქვა ვალდებულება არ გაქვთ და გამოდის რომ მე ცალხრივად ლაპარაკობ არც პრეტენზია არ მაქვს ხო მით უმეტეს პრეტენზია არ გაქვთ ანუ წარმოიდგინეთ რომ სიტუაციაში როცა ოპონენტი ზის მე თუ ის დავამარცხე იმას ხმები აკლდება მე უფრო დამაჯერებელი ხდება ჩემი პოზიცია უკეთესი და ძლიერი ხდება და აქ თუ არ ზის ადამიანი თუ ის ვირტუალურ სადღაც თავის ამორჩეულს ელაპარაკება მისი ამორჩეული ჩემთან ხო არ მოდის ჩემი ამორჩეული მისთან არ მიდის ამიტომ კი ნებისმიერ დემოკრატიაში დებატები არის განუყოფელი ნაწილი როგორ შეიძლება დებატები არ იყოს ოპოზიციაში რომელიც ასე ვთქვათ რაღაც პრეტენზია აქვს ჰონკონგში ოპოზიცია ერთხელ მოაწყო დებატები პრაიმერის და ნუ პრაიმერისის დებატები და შეიძლება რომ დაიჭირა ეს ხალხი იმიტომ რომ თქვენო ისეთ გზას დაადექითო რომელიც თქვენ რეიტინგს გაზდისო და შეიძლება პროჩინური ხელისუფლება შეცვალოთ ხდებით ანუ ძალიან ბანალური რაღაც არის იმიტომ რომ სამხრივი საუბარი არც არ მოგიტანს რეიტინგს მაგრამ ნუ ეხლა თუ რაღაც ფანტასტიკური არ მოახდინე მაგრამ ზოგადად თუ აქ დისკუსიაა და თუ აქ 4 პარტიის წევრია და მე ყველას დავამარცხებ მას ჩემი პოზიცია უფრო გაძლიერდება და ასე გადარჩევით ვიპოვით საუკეთესო პოზიციას მაგრამ თუ აი ესე ვისხედით რაღაცა შეიძლება საინტერესო თქვა ან არ თქვა უფრო მეტი ნახვადობა ქონდეს ან ნაკლები ნახვადობა მაგრამ პრინციპად ყველაფერი არ შეიცვლება უბრალოდ ხო ვიცით რომ არაფერი არ იცვლება აი ჩემნაირად რამდენი ადამიანი ზის სხვა პარტიებიდან პრინციპად სიტუაცია არ შეცვლილა
ხო? და ამიტომ სანამ დისკუსიები არ დაიწყება, აფერი არ გამოვა. თუ დაიწყება, მე გამოჩნდება, იმიტომ რომ სხვა უკეთესი გზა კაცობრიობას არ მოუგონია არაფერი დემოკრატია. არ გამოვა, რაღაც ტოლობის ნიშანია, რომ ივანიშვილი იქნება ისე. ნუ ხა უსასრულოდ ხო არ იქნება, მაგრამ რაღაცა ისეთი იქნება, რაც არ მოგვეწონება. რომც არ იყოს ეხა ადამიანი უსასრულოდ არ ცხოვრობს, მაგრამ რომც ასე არ იყოს, ხო რაღაც ისეთი დადგება, აი წამოვიდგინეთ რომ რაღაც მოხდა და რა ვიცი, მოკდა ბიზნესმენი. ხო არ გონია რომ ისეთი წესები დაავადებას ყველას გაუხარდება. აი ხო რაღაც შემთხვევითობის იმედად უნდა ვიყოთ რომ გაგვიმართოს. უმეტესწილად ისეთი ხალხი შეიძლება აღმოჩნდეს წინა პლანზე, რომელიც რა ვიცი, ალბათ უმრავლესობას არ მოეწონება. ხო და აი ელემენტარულად ისიც კი არ ვიცით ვინ არის მაგათ აი აგენტების კანონი იყოს 100,000 კაცამდე იყო გამოსული ქუჩაში და პარტია მოიძებნა ქვეყანაში ვინც ამ ხალხის სახედ ილაპარაკებდა ვინც ისეთი ძლიერი იქნებოდა ვინც იტყოდა რომ 100,000 კაცი მიმაგრებს ზურგს ხო ეს პოლიტიკური სპექტრის პრობლემაა და არა იმ 100,000 კაცის ხო ხოდია ამას ვამბობ ამ პოლიტიკურ სპექტრი იმიტომ რომ აქ დებატებზე იმიტომ ხო არის რომ თქვენ უგზავნოთ მაგათ დებატებს აქ არიან იმიტომ რომ თვითონ არ მოდიან დაწუნებული ვარ დაპატიჟებდით და არა ერთხელ ხო და პოლიტიკური სპექტრის პრობლემა რო არის ამაზე საუბრობ და საბოლოო ჯამში ამიტომაც არის რომ თუ ქართული ხალხი ამ ასეთ სპექტრზე აკეთებს მოთხოვნას რომელიც რა ვიცი საუბარზეა თანახმა არც გულწრფელობაზე რა ვიცი ტყუილის ლაპარაკზე მარტივად გადის მაშინ რა ვიცი ასეთი პოლიტიკოსები ეყოლებათ მაგრამ თუ საბოლოო ჯამში რა ვიცი ქართული ხალხი დაფიქრდება და იქნება მოდი იმ პოლიტიკოს მოусმენო რომელიც რა ვიცი დებატებში იღებს მონაწილეობას ვინც არ მომატყუებს და თუ არ მომატყუებს ხო რაღაცა ნიშნავს ხო არ მომატყუებს რაღაცნაირის ქცევას გულისხმობს ხო და აი საბოლოო ჯამში აი თენგო თევზაძე რო ახსენეთ ხო აი ხო თქვა რა ვიცი თქვას ბოლომდე რა პრობლემა რა ინფორმაცია აქვს მეს მაინტერესებს იქნება ჩემი თანაპარტია რამის აკეთებს და მე არ ვიცი მაგრამ ხო აი ხო მარტივია რა პრობლემა იქნებოდა რო ეთქვა რომ აიღე და რაღაცა ვიღაცა ამას ელაპარაკება მიხეილ სააკაშვილს ამაზე მე არ პრობლემა არ მაქვს რომ კონდეს აი მაგალითად რომ შემეძლოს ამ ხსას მიხეილ სააკაშვილის მოდი ბარემ ბოლომდე ყველაფერი ელაპარაკე რატომ უნდა კონდეს ამის პრობლემა მაგრამ აი ასეთი ასე ვთქვათ არაგულსველი პოლიტიკოსები რო არიან სავსე ამიტომაც რაღაცა თუ თანამშრომლობს უკვე ცუდ რაღაცას ნიშნავს მაგრამ საფრთხევად არ თანამშრომლობთ მადლობა ძალიან დიდი მადლობა